კვლავ გამარჯობათ ღამე მშვიდობისა პატივცემულებო მეორე ფორმატი მეორე ნაწილი გრძელდება სტუდიაში ამჯერად სტუმრის გარეშე ვართ გეგა ხვედელიძე და მე ბექა თაუბერი რა თქმა უნდა ჩვენ მეორე ნაწილში ტელეფონის ზარებს შემოუშვებთ აუცილებლად შევახსენოთ ჩვენს რადიო მსმენელს ეს ტელეფონის ნომერი და ტელემაყურებელი თავად იხილავს როცა ეკრანზე გამოვაჩენთ მას ეს ნომერია რა თქმა უნდა 557 885588 ასე რომ ველოდებით თქვენს ზარებს საერთოდ ჩვენი თემატიკა მრავალ ასე თქვა ფართოდ ტრაგიკულ თემებს შეეხება ყოველთვის მაგრამ ძიმე თემის ნაკლებობა არ აქვს საზოგადოებაში ვერავცდებით აი ამ უწამლოდ დარჩენილი ბავშვების ტრაგიკული თემაზე საუბარს ვერავცდებით ვერანაირად რადგან ბევრ ტკივილთან ერთად უპირველესი ესაა რაც როგორც სირცხვილს ასევე დანაშაულის გრძნობას და დიდ პასუხისმგებლობას აი ამ ყველაფერს უნდა უჩენდეს არა მხოლოდ ეროვნული ცნობიერების მქონე ადამიანს არამედ ზოგადად ადამიანს შენს თანამემამულეს რომ არ ეხებოდეს ეს და სხვა ქვეყნის წარმომადგენელს და ეს შეიტყო თუ იქ რა ხდება თუ როგორი ჩაგრებიან რა არ უნდა კონდეს ადამიანურად განცდა იმისა რომ იქ რა მნიშვნელობა აქვს რა ეროვნებისაა მომავალი თაობა მცირეწლოვანისა თუ საერთოდ ყმაწვილია თუ რა ასაკშიც არის როგორი ჩაგრება და როგორ უსწრაფებს სიცოცხლეს ამ დიდი უყურადღებობით მისი ხელისუფალი მაგრამ ხელი სად უნდა გავიშვიროთ როცა აქ ჩვენს თავს ხდება იგივე ტრაგედია იცით რა აი გეგა ერთ რამეს მინდა შევეხო და მივმართო ალბათ თუ კი ამ მიმართვას რაიმე შედეგი ექნება აი ამ ხელისუფლების ნავში მყოფ პიროვნებებს რა ყოველთვის აი სახელისუფლო ხომალდი რომ არჩიეს უწინაც დღესაც საერთოდ ინდიკატორია ყოველი ეპიზოდი და საერთოდ დროება თან ეს წუთისოფელი მრავალი რამის ინდიკატორია მარკერებს ესეთი მზა ფორმით გვაძლევს თუ ადამიანმა რის გამო რა თქვა და ასე შემდეგ თავის თავს ყველა ავლენს ბატონებო მე აი დიდ ასე ვთქვათ მეხუთე კონფორმისტებს მინდა მიმართო ეს ხელოვნები იქნებიან ხელოვნების წარმომადგენლები თუ ასე შემდეგ და ვიცით ჩვენ ძალიან კარგად ეს ადამიანები ვინ არიან რას წარმოადგენენ და საერთოდ რამდენი არიან ჩვენი მოყვასი ბრძანდებით ჩვენი მოყვასნი ხართ მაგრამ ასე უმოწყალოთ როგორ დუმხართ განა რაიმე რომელიმე ხელოვნების მიმართულებას აქვს ფასი ღირებულება და საერთოდ რაიმე წარმოადგენს აი უმთავრესი მართლაც აი ვიტალური თქვენი პოზიციის გარეშე ვიტალურია სწორედად სასიცოცხლო მნიშვნელობისაა თქვენი პოზიცია თუ კი ის გამოვლინდება როცა დაიცავთ სიტყვით ბატონო იქ გამოსვლას ხომ არავინ არ გთხოვთ არა ну ამ ეტაპზე მაინც მაგრამ რომელ გამოსვლაზეა საუბარი როცა კომფორტულად იმყოფებით ნავში და რა თქმა უნდა სახელისუფლებო ნავში და აი ეს კომფორტი და ჰედონური ვაი ამ ჰედონის განა რად უნდა ღირდეს იმ ოჯახის ცრემლების ფასი აქვს ამ ყოველივეს ამ ბავშვების დათვლილი წლების ფასი აქვს ამ ყოველივეს ან ხელოვნება შეიძლება ჩაითვალოს ხელოვნებად რენუარს კითხეს ერთხელ ეს უწინ გავიხსენე მე მგონი სტუდიაში და ეხლა კვლავ შევახსენებ საზოგადოებას ჩვენ ძალიან მრავალი სიკადული გვყავდა როგორც ფერწერაში და ასევე ყველა მიმართულები ჩვენ ხელოვნების დეფიციტს ეს მართლაც ღირსეული და უნიჭიერესიერი არასდროს არ განვიცდით და არც განვიცდით ჩვენ მორალისა და ზნეობის პრობლემები გვიდგას ხოლმე და ეს დეკადანსია სწორედაც როცა ჩვენ აი ბევრ საფრთხესა და აი გვიქმნის და უბსკულის პირას გვაყენებს რენუარს კითხეს ხელოვნებაში რა არისო მთავარი
მან უპასუხა ხელოვნებაშია ვინ დიახ ვინ ჯგუფის ვინ არის თუ არა ადამიანი ადამიანური უნდა იყოს ხელოვნება ადამიანობა ხელოვნებისა მდგომარეობას რაში რომ ხელოვნების ღირებულება და ფასეულობა მყარდება და ფუნდამენტირდება მისი დანიშნულებით ხელოვნებას დანიშნულება აქვს პატივცემულებო ეს უნდა იცოდეთ და არა ტკბობა და ჯიბის გასქელება ეს ერთ რამეს მაგონებს მაგრამ არ ვიტყვი ეთერში ზარია და შემოგძადით გისმენთ ეთერში ბრძანდებით გისმენთ ალო გამარჯობათ მოგონებო შედავა ხონდათ მე შეიძლება უკავშირები რამდენიმე წელია კანსტელეზიას დიახ ახლა რამინდა გითხრათ ყველა ვიცით ახლა რიგითმა მაცხოვრებლებმა საქართველოში რომ ეს ვირტუალურია ხელისუფლება მოსახლეობას უერთდება საერთოდ ამაზე ლაპარაკი ზემოდი ბევრი მაქვს მეცაცხელი ალბათ ხომაყურებელს და ხენებს ეხლა ვიცით ჩვენ ამისი გაახმოვანჩვენ დიმშენი საავადმყოფოები დავადებულ მაქვს დიახ მე მინდა გითხრათ რომ დღევანდელი მედიცინის მუშაკები საქმის კურსია. ალბათ იციან რომ არსებობს თუ არ არსებობს სამალი პირდაპირ მნიშვნელობით შეიძლება იყოს კომპლექსური კურნალო როგორც საზღვარგარეთ ესეთ ცნობილ კლინიკას მიტოვებული ხარ თუ პატრონოს ეს ბავშვები განამარტო ჩვენთან არის დაავადება ნუ გაგზავნო სპეციალისტი შეისწავლოს იმ მდგომარეობა ხომ შეიძლება კომპლექსური კურნალობა შეიძლება დაახებს რაც გააჩნია დაახებს მე ამის სიმწვეს თავის გუშინ პარლამენტმა დაამტკიცა ამის შემდეგ 2012 წლის შემოერთდა შეწოდა ეხლა მიიღებენ პრემია დანამატებს ხელისუფლება წარმოიდგინეთ რამდენი მილიონი დაჭირება პრემია დანამატებს ის რადგან რომ თუ შენი დაავადებული ბავშვები გამოიყენდა ახლა მიშეთო მას პრემია დანამატებს უნდა მიიღო წარმოიდგინეთ ეს რომ აი გარეთხილები არიან რა უნამუშეები არიან პირდაპირ ზემობრება უნამუშეები ბავშვების პრობლემები ეხება კიდია ის ბავშვების პრობლემები შეიძლება 50-60 წელიწად თქონა მიწევებული იყო თუ პრობლემა პრემია დანამატებს ისავენ არა ცხელია თან გარეთხილებს ეს კობახიზე ამის არის რა წარმოადგენს არის რა ჩვენ შეხებული ეს ნოლია ჩვენთვის არის ეს ნოლი არაფერს გამკეთებელი ეხლა იმასაც დავამატებ საქართველოში სოციალურად დაუცველები იყვნენ გაჭირვებულები მათი სფეროები რომლებიც წავიდნენ საკუთარ სამშობლოში სამშობლოს შესაძლებლობას 800,000 ადამიანმა რომ ერთი არის გამოგზავნოს წეში 800,000 ლარია წარმოიდგინეთ უფრო მეტი ხო შეუძლია მათ დინები ჩიგდეს თბილისში მანქანები ჩიგდეს სოფელ მოწოლება სახლების გარემოზე სოფელ მოწოლება ქალაქში მოწოლება მიწები იყიდეს სახეში წარმოიდგინეთ რა ხდება ახლა შემოვიდა და გონია თუ მაგათი დავსახურება მაგათი ნოლია მაგათი დამსახურება ხოლო ლაპარაკობენ არაფერს გაკეთებდნენ ერთი რაც დააკეთებენ კიდევ ხალხის მოსახლეობა რომ 2028 წელს ხალხი მიიღო სოფლებში სიტაგზების მოსხატება დაიწყო ასფალტი კეთდებოდა დიდი ფული კომუნისტებს ეხლა აბულზე მოწესავენ არჩევნების თვითონ ხალხი მოიხსნა თუ ასწავლეს იგებდნენ ეხლა შეიძლება 500 ლარი მისცემს მილიარდებს ვაგროვებენ ორი წლის განმავლობაში და აი ესე თავს ხოლმე sen თქმა იქნება რა უნდა გაგები თქვენ შეიძლება ოქროს დასაწყო შეიძლება სასურველი რაოდენობა მოსახლეობისა გამოიგოს მაგრამ ოქროს დასაწყო ის არის 2012 წლიდან ზეის ქართული თომფაცებუნა დაიწყოს პროცესი ეს არის ხული არჩევნებს დაპირებები იოანიშვილის დაპირებები 13 წლის განმავლობაში ხალხმა გაიხსენოს რა დაპირდა და რაც ასული ეს არის ოქროს დასაწყო თქვენ ცხოვრებაში აი ეს უნდა გავაკეთოთ პოლიტიკურად მაგრამ მიშა დაისწროს სისხლის კადრები თორე მიშა გაიმარჯვებდა ის მოხევა მაგრამ ამ კადრებმა უკვე ნაციონალურ ოპერაციამ ნაკლები ხმები მიიღო აგვისტოს ივნისიდან დაწყებული არჩევნებამდე ყოველდღიურად დამდგენ არჩევნებიდან სისხლის კადრები აი თქვენ ეს ოქროს დასაწყო გამოიყენოთ პოლიციის განმავლობაში ეხლა ხალხი შემოვაწოლა სოფლებიდან მობილიზაცია და ჩვენ თანხა ჩვენ სამოძუნენ
ქალაქში კიდე რა ვიცი რა თქმა გამოდიან არ ვიცი თუ გამოვიდა მოდაეცი გამიქცევა ოქროს დაცარები გამოიყენეს ჩემი ცხოვრება იქნება შეიძლება პრევაკეთ ეს ბავშვების სულარი მეტება დრო უკუნა უნდა პრემია განმაცემენ ახლა მაისი და მაისი შემდეგ წლებში აბა ერთი თქვენი ერთი მაგექცე მადლობა ზარისათვის უბრალოდ აი იმაში დაგეთანხმებით რა თქმა უნდა ყველაფერში თითქმის რომ ეს ჯილდო დღებულობენ ახლა და ასე თქვათ ცვლილებებია რომ ჯილდო პრემიები რა თქმა უნდა აუცილებლად უნდა მიიღოს აი სატირალი რომ არ იყოს მართლა სასაცილო იქნებოდა ჯილდოთ არა აქვთ მთელი ქვეყანა ასე არ მიაჩნიათ ამ უბედურეს თან მარტო იმას მარტო ჩინოვნიკებს არაო ეს ახალი მას მოადგილეებსაც ეხება და თანაშემწეებს და მრჩევლებს და უფრო ფართოვდება ეს ბიუჯეტის განაწილების მექანიზმები კი ბატონო როცა შეუძლიათ მოიკლონ ხელფასები ამ 16000 ლარიანმა პარლამენტარებმა და მყისიერად მაყოფილდება ამ ბავშვების აი ძალზე და აი უმტკივნეულოდ და აქ ამ ადამიანობაზე მაქვს სწორედ მსჯელობა რაც შეეხება თქვენს აი ოქროს გასაღებზე რაც უწოდეთ დიდი მადლობა რა თქმა უნდა ამ რჩევისათვის ჩვენ რჩევას ვღებულობთ რა თქმა უნდა ყოველთვის გონივრულს ესეც ანალოგიური რჩევა იყო ჩვენ დღენია და გამეთერში რა თქმა უნდა ვახსენებთ ჩვენ საზოგადოებას ზოგჯერ კადრებით უფრო მეტად ლექსიკით თუ რა დანაპირებს ქონდა ადგილი ეს საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის შეიძლება ცოტა ამნეზიურადაც განვითარდა ჩვენი მეხსიერება საზოგადოებისა და ამიტომ დიდი მადლობა ამ რჩევისათვის უფრო მეტადაა საჭირო კი ბატონო იმ კადრების ჩვენება სადაც მართლაც წინვალებას და გაბწყინებას და რა ვიცი რას არ გვპირდებოდნენ რაც შეეხება იმ ციხის კადრებს რა თქმა უნდა სრულიად გეთანხმებით აი თავის სიცოცხლე რომ რისკის ქვეშ მართლა დასდეს და სიცოცხლის ფასი რომ გადაიხადეს ლამის იმდენად ურთულესი და ბეწვისხიდი იყო ეს მართლაც დიდი მამულიშვილური საქმე და გამოამზეურეს ეს პიროვნებები არიან სწორედაც აქ რომელთა ქოლგის ქვეშ ამ დიდ პატრიოტულ ფრონტზე ვიმყოფებით ჩვენ ეს დიდი ერთობა და ვიბრძვით ეს იყო გიორგი ლომია არის ირმა ინაშვილი რა თქმა უნდა თარხან მოურავი და ყველანი ის ადამიანები რომელთაც აი ამ კადრების გამომზეურების შემდეგ მხოლოდ წნეხი რეპრესია და რა ვიცი რა არ ხვდათ წილად რა თქმა უნდა გეთანხმებით და მადლობა ზარისათვის ზოგადად საერთოდ ეხლა ჩვენ რა თქმა უნდა ყოველთვის ამას ვლაპარაკობთ მაგრამ საქმე რაშია იცით რომ ძალიან სამწუხაროა მართლაც ეს ქართველი ხალხის ესეთი განწყობა რომ ესე იგი ეს მიამიტურია რაღაცა შემგოებლური ან ნიჰილისტურია თუ საიდან მომდინარეობს შეიძლება ყველა ადამიანში სხვადასხვანაირად მე არ ვიცი მაგრამ აი მსგავსად არქიფოსეთურის ბრბოს ეხა მე საზოგადოების შევაწყობას არ ვაყენებ რა მაგრამ ძალიან ბევრი ის ადამიანები ვინც ესე იგი დღეს ქართულ ოცნებას ესე იგი უწევს გაცხარებულ პროპაგანდა აგიტაციას ხო აი თქვენ გახსოვთ ალბათ ხო ის მომენტი ზებურო ჭაშია და როიძახის სეთური რომ ეს კი იცის ამ ხალხმა რომ ეს არ გაიჭრებაო ეს ის რა ქვია გვირაბიო მაგრამ მაინც ვფიქრობენო რომ ესე უსინდისო ტყუილს არქიფო როგორ გვეტყოდაო რაღაც ასე არ მოგვატყუებდაო და რაღაც პატარა იმედს იტოვებენ და ნუ მე ვხედავ რომ ესე იგი ამდენი ხანი ხო ჩვენთან ხო გვაჯერებენ რომ ჯერ დიპსტეიტი უშლიდა ხელს ამოცნებების შესრულებას მერე კოლექტიური ნაცმოძრაობა რევოლუციას უწყობდა ქართულ ოცნებას ჩამოგდებას უპირებდნენ ივანიშვილს და ასე შემდეგ არა ჯერ პრეზიდენტის დაწესაღებას და ასე შემდეგ ანუ ეს ყველაფერი ანუ ეს მტრის ხატები როგორც გააჩნდა წინა რეჟიმს რა ქონდა მტრის ხატი რომ აი რუსეთის აგენტად ცხადდებოდა მთელი საქართველო მიშა სააკაშვილის მიერ თუ ვინმე ოდნავ მაინც გაბედავდა ნაციონალური მოძრაობისადმი კრიტიკული პოზიციის გამჟღავნებას ეს იყო რუსეთის აგენტი როცა რეზიდენტული საქმე თვითონ აკეთეს პირველი მე ყოველთვის ამას ვამბობ და ღრმად მწამს და ჩემი ცალსახა 100%-იანი პოზიცია რომ მიხეილ სააკაშვილი იყო ნამდვილად რუსეთის აგენტი თავის ბიძა ალასანიასთან ერთად და ნამდვილად უდიდესი საქმეები გააკეთა რუსული იმპერიისათვის მიშა სააკაშვილმა მაგრამ მე საუბრი სხვა თემაა ეხლა მე ამაზე არ ვლაპარაკობ მე ვსაუბრობ იმას რომ თვითონ ხალხში არის პრობლემა საზოგადოებაშია პრობლემა რომ თავს იტყუებს გასაგებია როდესაც პროპაგანდას ნიაღვარი მომდინარეობს აგერ გაჩეჩილაძე გრეჩიხა
შემდეგით შათირიშვილი დიფსტეიძე ახალი პოსტი დაუწერია გუშინ თუ გუშინ წინ და ასე შემდეგ. ეს ხალხი მუდმივად ლაპარაკობს, მაგრამ შენ უნდა გამოფხიზლდეს, შენ უნდა გააცნობიერო და რაც შეეხება ეხა ამათ გაეროვნულებას, ეროვნული პოზიცია და ზოგადად ეროვნული იდეა ჩვენმა სულკურთხეულმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მოგწა. ეს არის სამი მთავარი ღირებულება და საუნჯე ქართველი ადამიანისა, რაზეც არის აგებული ქართული იდეა და ცნობიერება, ღმერთი, სამშობლო და ადამიანი. და ადამიანის გამორიცხვა აქედან არ შეიძლება და დღეს ამ არსებული ელიტისთვის ადამიანს ფასი დაკარგული აქვს. ადამიანს ღირებულება აქვს დაკარგული, ადამიანისადმი მსახურება არ ხდება. ადამიანის სიყვარული არ არსებობს. და ასე დროს ჩვენი ეროვნული იდეა არ არის ცოცხალი და ასე დროს ეროვნული იდეა არ ფუნქციონირებს. არ დაივიწყოთ, ზარია ეთერში ბძანეთ. მოგესალმები. გამარჯობათ. გილოცავთ ახალი პატრიარქის გარკვევად. ასევე გილოცავთ. ჩვენ. დიდი მადლობა. ეხლა რა მინდა ვიწებო გითხრათ. პატრიარქი ილია მეორე გარდაიცვალა. დიახ. ეს თავრობა თავზე ადგა. ახალი პატრიარქი რა არჩიეს თავზე ადგა. ესენი არიან ქრისტიანები, ავამყოფი დავშები რო არ ებრანება. ესენი ფარისეველები არიან. თუ ქრისტიანები არიან, ილია პატრიარქი, ახალ პატრიარქი ავამყოფ ბავშვს სამაილს არ მოუტანენ ისინი. მე არ ამგონია ესენი რო ქრისტიანები არიან. ესენი არიან ფარისეველები. ამა რა ილია მეოცენ ესენი დაბი და არ საფალშიო მესამე. ამა რა არის ამყავს. თავიანთი თავის მეტი ბიჭებო. კარგადიყავი ბიჭებო. შილობა ქონდეთ იცოს. მადლობა, გეთანხმებით. მართებულად ბრძანებთ, გენაცვალე, მართებულად ბრძანებთ. ფარისევლობა სწორედაც რა თქმა უნდა, რაც შეეხება თავზე ადგას და აედგა და ეხლა კიდევ თავზე ადგას დედა ეკლესიას, რომელიც უცთომელად მოდის 2000 წლოვანი ჩვენი დედა ეკლესია ვიდრე დღემდე, მას თავზე დგომი მხოლოდ ყოვლადწმინდა სამება ყავს და უფალი ჩვენი იესო ქრისტე. თავი ეკლესიისა და მართლაც ხილულიც და უხილავი ნაწილიც, რომელიც განაგებს და მეფობს როგორც სათაშინა, ისე დედამიწასა ზედა, მაგრამ მე ვიცი თქვენ რაც იგულისხმებთ. ანუ ხელის ფათური იქ საკუთარი ნების განხორციელების სურვილი ხისტი მეთოდებით და ასე შემდეგ, ეს მათ მოკვდავთა არა წრფელი და არა კეთილგონიერი ზრახვები და ჩანაფიქრია, რასაც სისრულეში ვერ მოიყვანენ, რა თქმა უნდა, იქნება განსაცდელები. განსაცდელების გარეშე ეს წუთესოფელი არ არსებობს, ხო? და მართლაც ეს როგორც სიტყვიან ბოროტსა ზედას დგასო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყოველივე ამის გაცნობიერებით კეთილის ქმნის უნარი დაკარგოს. ან ისეთ ნიჰილიზმში ჩავარდეს თანამედროვე ქართველი მეტადრე, რომ თავის წინაპრის გზას, აი სულკურთხეული წინაპრის გზას უღალატოს და არ კონდეს გამიჯნული ხელისუფალი, მით უმეტეს არამონარქიული დედა ეკლესიისაგან. ხელის მირონცხებულიც, ხელმწიფეც მირონცხებას დედა ეკლესიის წიაღიდან და შემოსილი მამისგან იერარქისგან ელოდება და რა თქმა უნდა ღებულობს და ღებულობდა ხო დიდგან და ეს სეკულარული რაღაცა შეთითხნილი რესპუბლიკანიზმი, რომელმაც საქართველოს ამ აპრობაციაში აბა ვნახოთ რა დროს რა შედეგი მოუტანა ამ მცირე ხო გარშემოჯარულს ავადმოსურნე შორეული თუ ახლო მეზობლებისაგან. ასე რომ მომავლის საქმეა ბატონებო, მომავლის საქმეა მეგობრებო, აქ განსაცდელები მრავალი იქნება ქვეყანაში, არაერთ გზის გვითქვამს მე და გეგას. ჯერ ოჯახებია აღსაღდგენი საქართველოში. დარღვეული ოჯახები. აბორტებია ასაკრძალული და სოლისა და ქმრის ურთიერთობა. აბორტზე უარი სათქმელი. დედისა და შვილის ურთიერთობა, მამისა და შვილის, ძმებს შორის, ძმაკაც მეზობლებს შორის, საერთოდ ჭეშმარიტი ქართული ურთიერთობებია აღსაღდგენი, რომელ
დღეს ხვალ მონარქიაზეა მსჯელობა, რომელიც აუცილებლად აღდგება, მაგრამ არა ისე ლატარიაში მოგებით და არა ისე რომ დაუშვათ დღეს მოვინდომეთ და ხვალ უკვე რაღაცა შედეგი დაიდოს. არა, საკუთარ თავში ვეძიოთ და საკუთარ თავთან ბრძოლა გამოვაცხადოთ და გავაცნობიეროთ ეხლავე გეგა, რომ ჩვენ იმ გზას თუ ვღალატეთ, რასაც ჩვენი უდიდესი წინაპარი მისდევდა, მონარქიას კი არა კონკრეტულად, აბსოლუტურად და ვერც ტერიტორიებს, ახალ ტერიტორიებს დავკარგავთ. რისი მცდელობებიც არის აგერ თბილისში თუ თბილისის გარეთ, ვამჩნევთ როგორ უცხო ტომელთა დიდი ცუნამია. ჩვენ უნდა დავიწყოთ სულიერი აზროვნება, ანუ რას ნიშნავს ეს სულიერი აზროვნება და სულიერი გონების შეძინება, რასში გამოვლინდება, ანუ მოვლენებს სულიერი თვალით და პროცესს სულიერი თვალით უნდა შევხედოთ, მათ შორის პოლიტიკასაც, ანუ საჭიროა ყველა ნიუანსის გათვალისწინება. აი ხა ჩვენმა ახალმა პატრიარქებმა შეომესამე იმსჯელა აბორტების ცოდვასთან დაკავშირებით. იმსჯელა იმაზე, რომ როდესაც ერში ამ რაოდენობის ჩვილთა ყლა ხდება, შეუძლებელია ერზე მადლი და წყალობა გადამოიდეს. მას ამავდროულად იმსჯელა ქიმიურ აბორტებზე, ეგრეთ წოდებული კონტრაცეფციაზე, რაზეც დღეს საუბარი თითქმის არსებობს. და კიდე სხვა მრავალ ცოდვაზე, სხვათა შორის, რომელსაც წინა და ახლანდელი რეჟიმი წლების განმავლობაში კანონად იღებდა და კანონად აკანონებდა. ანუ ცოდვის დაკანონება ხდებოდა და უწმინდესი და უნეტარესი ჩვენი კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე ამაზე მრავალ საუბრობდა და ჩვენი მართალი მართკვეთელი სამღვდელოობა ამაზე მრავალ საუბრობდა. ანუ თუ ერში არ დაიძლია ცოდვა მადლის საკითხი არ განისაზღვრა, ანუ მადლი არ გარდაემატა ცოდვას. თუ ერში მოღვაწეობითი, მსახურებითი ფორმები არ იყო გარდამეტებული ცოდვით საქმიანობასთან დაკავშირებით, რამე თუ ყველა ცოდვა მისტიური შინაარსით, დემონთან ურთიერთობაა, მისტიური გაგება აქვს, ოკულტური გაგება აქვს ცოდვას, ანუ დემონს აძლევს სამოქმედო ასპარეზს და დემონს აძლევს ნიადაგს იმისათვის, რომ ერში ეშმაკს წმინდა მამები სულიერ ქიმიკოსს ეძახიან, ანუ ეს რას ნიშნავს? ეშმაკმა იცის, როგორ რა ცოდვებში, რა დროს უნდა ჩაგაგდოს და სხვადასხვა იმ ცოდვებში გაგდებს, იცის სულიერი კანონების მოქმედების პროპორციები, ანუ იცის ამა თუ იმ ცოდვას და ამა თუ იმ ქმედებას რა სასჯელი და რა განსაცდელი და რა მეთოდით მოგიდგეს და უნდა იცის შენ რაში როგორ სად უნდა ჩაგაგდოს, რა უნდა დაგაშვებინოს შეცდომები და იცის რომ ამ ცოდვებიდან და ამ განსაცდელების შესაბამის განსაცდელს მოიწვევს, შესაბამის სასჯელს მოიწვევს სულიერი კანონების მუშაობიდან გამომდინარე და ამას უნდა დაუპირისპირდოთ სულიერი მუშაობა, სულიერი მუშაკობა და მოღვაწეობა, ანუ ამას აქვს სულიერი აზროვნება და სულიერი არასეკულარული ხელისუფლება ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ამიტომ რა. კი ბატონო, გეგა შემოუშვა ძარი თუ შეიძლება. დიახ, ისმენთ. ეთერში ხართ, აბა შემოუშვა ძარი. გამარჯობა, სამშვიდობო. მშვიდობა გქონდეთ. იცოცხლეთ. გარდა იმისა, ახალგაზრდები გადიან უცხოეთში. დიახ. არის ამდენი აბორტები. დიახ. ახალგაზრდები ვერ ხორციელებიან ეს გარკვეული მიზეზებით. მე ვერ დავიჯერებ, რომ უცხოეთში არ გადიოდეს ჩვენი ჩვილი ბავშვები. არც ერთი შემთხვევა არ აფიქსირდება, ყოველდღე ნარკომანებს იჭერენ, მაგრამ დავიჯერებ ესეთი შემთხვევები არ არის. დიახ. შესაძლოა არის, რა თქმა უნდა, რადგან ხოდა მაგას ვეძახი რა არის, ამ გამოვლინებები არ არის, როგორ დავიჯერებ, ვერ დავიჯერებ. თუმცა ისიც საკმარისია, სრულიად საკმარისია, რაც ჩამოთვალეთ და ის კიდევ ახალი დიდი უბედურებაა, რასაც ბრძანეთ, თუ მაგას კიდევ აქვს ადგილი, რა ვიცი, ბოროტისაგან მე არაფერი არ მიკვირს და თუ ადამიანი კონკრეტულად როცა აქ კონტრაცეპტივებზეც საუბარი, აქ ახლა ლიბერალური, ულტრა და ნეოლიბერალებს აქვთ სათქმელი, რომ აბა შემთხვევითი კავშირების დროს რა უნდა დაიბადოს ბავშვი. მეგობრებო, შემთხვევით ჯერ შენ არა ხარ ადამიანო მოვლენილი დედამიწაზე, შემთხვევით. შემთხვევითი კავშირები კეთილ გონებას მაქსიმალურად უნდა შეეცადოს, რომ არ გქონდეს საერთოდ. ესაა ჭეშმარიტი, აი აქ გამოიცდება რწმენა. ეს ერთი და მეორედ შემთხვევით იქნებ გადაეყარო, ან უკვე გადაყრილი ხარ დემონს, ეშმაკს, რომელიც გმართავს. შემთხვევითობა არის, ასე ვთქვათ, ალიბი, როცა შემთხვევით ერთი ღერით მარვარდება დედამიწაზე, ასე რომ
აქ ძალიან სუსტია ნებისმიერი რა თქმა უნდა განცხადება. და ზოგადად ჩვენ მივეჩვიეთ სამწუხაროდ რომ ლიბერალური და ეს თანამედროვე იდეოლოგია რომ გველაპარაკება საკუთარი ტერმინოლოგიით, ანუ ამ სოფლიური წუდი სოფლის ტერმინოლოგიით რომ გველაპარაკება, მიწიერი გაგებით, ცოდვილი გაგებით, ხო? ჩვენ ანუ გულისხმობ აი ეს ქრისტიანი ნაწილი, საზოგადოების ეკლესიური ნაწილი, მეტნაკლებად ეკლესიური ნაწილიც და სხვადასხვა დიდი ხნის მრევლისგანაც მე ვხედავ ამ ეგრეთ წოდებულ ანუ კომპლექსის მდგომარეობას, რომ ესე იგი შევდივართ მათთან მათ მოედანზე დიალოგში, ანუ ის კომპლექსი აქვს დღევანდელ ქართველს და ეს კომპლექსი წლების განმავლობაში აქვს დიდი მუშაობა ამაზე ჩატარებული, სოროსის ფონდის მუშაობა თუნდაც საკმარისია და კიდე ბევრმა ფონდებმა და ორგანიზაციებმა იმუშავეს, რომ ქართველს ეს დააჯერეს, რომ ესე იგი თანამედროვე პროგრესული, დასავლური, ევროპული და ასე შემდეგ აზროვნების ფორმები არის ის, რასაც ისინი გველაპარაკებიან და შენ რო ბნელად, ჩამორჩენილად, რეტროგრადად, ფანატიკოსად, გიჟად არ შეირაცხო, უნდა ელაპარაკო იმ სისულელეებზე, აი ამ თანამედროვე ამ ესე იგი პროგრესულ, ეგრეთ წოდებულ პროგრესულად მოაზროვნე establishments, რომ ესე იგი ფეხის ხმას აუწყო და წუთი სოფელი მოგიძულებთო, ქრისტე ამბობს, მე ჯვარს მაცვა და თქვენ ჯვარს ეცმებითო. თუ შენ არ ახარ ქრისტეს თანაჯვარმწმელი, შენ ძელზე ხორციელად თუ გაგაკრეს და მოწამეობის გვირგვინი შეიმკიეს, სხვა არის, მაგრამ რა შევლინდება შენი თანაჯვარმწმელობა? სწორედ იმაში, რომ ეს წუთი სოფელი შენ ამაში გაცვამს ჯვარს, მოგიძულებს, იყავ თქვენ მოძულებული სახელისა ჩემისათვის და რომელიც სრულად დაითმენს იგი ცხონდება, ხო? და როდესაც ესე იგი შენ არ აგაქვს იმის უნარი, რომ ხმამაღლა დაამოწმო ჭეშმარიტება, ეს უკვე ძალიან დიდი პრობლემაა, ეს უარყოფა ღვთისია წინაშე კაცთა და როდესაც შენ უარმყოფელი ხარ ღვთისა წინაშე კაცთა, ასე ამბობს ხო უფალი, რომ ვინც უარმყოფს მამისა, ვინც უარყოფს კაცთა წინაშე, მას მამისა და ანგელოზების წინაშე უარყოფოა რა და შესაბამისად ჩვენ უნდა ვიყოთ ხმამაღალი ქრისტიანები, ანუ განმცხადებული, დამოწმებლები, აღმსარებლები. ჩვენ უნდა ვთქვათ სიცუდეთან მათ გავსაზრდოთ და ის თანამედროვე იდეოლოგიური საწამლავი და სიბილწე, რომელიც მოედინება საქართველოს წინააღმდეგ წლების განმავლობაში, აი ერთ-ერთი ევროპელი ადრე გადაცემაში ვთქვი, მოინათლა მართლმადიდებლად, ესე იგი მაღალჩინოსანი ევროპელი. და როდესაც მღვდელმა ერთ-ერთმა აცგანსვენებულმა სულკურთხეულმა მღვდელმა კითხა, რატომ გადაწყვიტე მართლმადიდებლად მონათულაო, მან უთხრა, რომ მე ჩემი თვალით შევესწარი და ჩემი ყურით ვისმენდი, რა ექსპერიმენტები ტარდებოდა საქართველოს წასაბილწად და გადასაგვარებლადო. ამ მთელი ამ წლების განმავლობაში, რომ ქართველებს გადაიხვია იმ თავარი გზიდან და ნიშნულიდან, რისკენაც არის მომართული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს, მაგრამ არ განხორციელდა ეს ექსპერიმენტები, ანუ ნაყოფი არ გამოიღო. და მე როდესაც ეს დავინახე ამ ექსპერიმენტთა უნაყოფობა, მივხვდი იმას, რომ საქართველოს ფარველობს ჭეშმარიტად ღმერთი და ის სარწმუნოება და ის რწმენა, რომელიც ქართველებს აქვს ისტორიულად, არის ჭეშმარიტი. ჩამოვედი და გავხდი მართლმადიდებელი. ეს არ არის არც ჭორი და არც რაღაცა, ესე იგი, შემთხვევით გაგონილი სიზმარი, არამედ ეს არის ის რეალობა, რასაც მეც მომსწრე ვარ და ჩვენ გარშემო ეს შემთხვევა აღესრულა. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენი რწმენა ჭეშმარიტია. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი ივერიის გზა მართალია, ისტორიულად განსაზღვრული გზა და ამ გზაზე და ამ ბრძოლაში დაცინვა, შეურაცხყოფა, ტალახის სროლა, ეს ყველაფერი მუდმივად იქნება. ეს თანამედროვე establishment-ი და ეს თანამედროვე ეგრეთ წოდებული პროგრესული ელიტა ჩვენ გიჟებადაც გამოგვაცხადებს, ფანატიკოსებადაც რეტროგრადებად გამოგვაცხადებს, იტყვიან, რომ ჩვენ ვართ ჩამორჩენილები, ჩვენ აბორტების წინააღმდეგები ვართ, ესე იგი ჩვენ ქალთა უფლებებს ვლახავთ, ჩვენ LGBT დღის წესრიგის წინააღმდეგი ვართ, ესე იგი ჰომოფობები ვართ და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენ ხმამაღლა უნდა დავამოწმოთ, რომ ის რაც ჩვენ გვწამს ისტორიულად, ეს არის ჭეშმარიტება და თქვენ რაც ამბობთ, ეს არის ანტიქრისტეს ის ბოროტი გზა, ამისი თქმის სირცხვილი და კომპლექსი არ უნდა ქონდეს ქართველს და ეს იქნება სწორედ რწმენის აღმსარებლობა, რისკენაც არის მოწოდებული ქართველი ერი ისტორიულად რა. გაიხარე, შემოუშვა ძარი თუ შეიძლება ეთერში. გამარჯობა. გამარჯობა. მოგესალმებით. ჩემი ვარაუდით მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი ძალიან კარგად იცით, რომ ერთ ბუდეში ისხდნენ, მაგრამ მე ვარაუდობ, რომ ისინი ერთად მართავდნენ მაშინ ჩვენ სამშობლოს, ასე ვთქვათ. კი არ ვარაუდობ. მე ამას იმიტომ ლაპარაკობ, რომ მათ ერთად გაყიდეს ახალ გორი და კოდორი.
რა თქმა უნდა. მათ ჩემო ბატონებო ერთად გაგიდეს გარეჯი. დიახ ბატონო. ახლა ჩემო ბატონებო მე კიდევ ამას ვიტყოდე. ხვამლის მთაზე დიახ. არის თურმე ისეთი სიმდიდრეები მე ძველებიდან მახსოვს ეს ძველებიდან როცა ლაპარაკობდნენ რომ თელ საქართველოს შეინახავს რამოდენიმე წელიწადს აიქაც თურმე უკვე ავიდნენ ეს ვიღაცები რა ვიცი ვერია და რაღაცებს ეძებენ თანაც ხელდელობაში უნდა მივიღოთ ის რომ თალი ასასვლელი გზა გააკეთეს ბეტონის ახლა სუბუქი მაგალითად შეუძლია ხვალის მთავრზე ასვლა ამის იმის თქმა მინდა რომ ესენი ჩვენ ქვეყანას ჩვენ სამშობლოს დაგვიკვირებენ როგორც ეთქენ ფუტელიას ყველაფერს ესე იგი გამოუღებენ და დავჩებით ჩვენ არ ვიცი რა უწოდა ამიტომ ყველა ხალხს მიმართოთ რომ ძალიან ყურადღებით ვიყოთ შევიკრიბოთ გამოცხადეთ იქ სადაც ქვეყნის ეს გაერთიანება ეროვნული დავდგეთ იქ და ვიბრძოლოთ თუ საჭირო იქ და ვიომოთ ესენი ჩვენ არავითარ შემთხვევაში სიკეთეს არ გაგვიტირებენ დამიჯერეთ მე თქვენ გაიხარეთ. კარგად იყავით. მადლობა ზარისათვის, თქვენს კარგად ბრძანდებოდეთ. რაც შეეხება ბოლო ნაწილს რომ დამიჯერეთო გითხარით, ჩვენ არათუ გიჯერებთ, არამედ ამ საქმით ავართ დღედაღამ დაკავებულნი, თუ და მიყურადებულნი, თუ სად რა სატკივარია. ამისთვის არსებობს ეს ერთობა. ეს ერთი და ხვამლის თას რაც ეხება რა გითხრათ, აი უფრო მეტი რეზონანსი უნდა მიეცეს ალბათ თქვენ რასაც ბრძანებთ. ხვამლის მთის რესტრუქტურიზაცია და დემონტაჟი ეს დაუშვებელია. თვითონ ისეთი სტრუქტურა საყდრისი არ მოსპეს ესე რა შეუშლით ხვამლი ძედ მიაყოლო რომ გლოვდნენ პატრიარქს მისი კურთხევა რომელი ერთი გაითვალისწინეს ერთი მაინტერესებს რომელი ერთი კურთხევა გაითვალისწინეს თუ საყდრისი აოხრეს ხვამს რატო ვერ აოხრებენ და ასე შემდეგ სხვა დანარჩენს ნუ იყოფინ ჩვენ ამის საშუალება გეთანხმებით არ უნდა მივცეთ და ისინი იქ რას ეძებენ სიმართლე გითხრათ ეგ საკითხი შესწავლილი არა გვაქვს ჩვენ და აუცილებლად დავაკვირდებით თუ ხვამლის მთაზე რა ექსპედიცია თუ რა ვინ გაგზავნეს და რა მე გარდა ამ საზოგადოებრივი პოლიტიკური აქტივობისა ეხლა ვინც იცის და მე ესე იგი ჩემი სხვა სფეროთიცაა მე ისტორიის მკვლევარი ვარ გარკვეული რაღაცა გამოცემებიც მაქვს ანუ საქართველოს ისტორიის მკვლევარი ვარ მოყვარული არა სამეცნიერო დარგში მაგრამ ეხლა გარკვეულ რაღაცა აპარტავნებით არ ვიტყვი მაგრამ გარკვეულ იმაზე მეტ ცოდნას ვფლობ ვიდრე დაუშვათ ის ადამიანები ზოგადად ვინც დღეს ამბობენ რომ ესე იგი აი თუნდაც ვინც საყდრისი დაგვინგრია და ასე შემდეგ ანუ მე მეინსტრიმულ ხალხზე მაქვს ლაპარაკი ხა მაგაზე ცოტა მეტად ისტორია ვიცი და მათ შორის ხვამლის საკითხითაც ოდიდგანვე ვიყავი დაინტერესებული და ეხლა ეს ფორმატი არ არის შესაბამისი ჩვენ ფორმატში ამაზე შეგვიძლია საუბარი მაგრამ ვიცი მე რაც არის ეს ხვამლის მთა თავისი ისტორიული ცივილიზაციური გაგებით თეომისტიური და ასე შემდეგ და ზოგადად ამ ყველაფერი და მე ვიცი აქ რა ძალები იბრძოდნენ ოდიდგანვე რა უპირისპირდებოდნენ დაწყებული ადოლფ ჰიტლერის ედელვაისი რომ ხვამლის მთაზე და იქ რო ჩხირკედელაობდნენ და ასე შემდეგ მაგრამ ამ ქვეყანას და ერთს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი იცავს და იფარავს, მაგრამ ჩვენგან სინერგიაა ზესასთან საჭირო. ანუ ჩვენ უნდა მოუფრთხილდეთ საქართველოს რომ არ დავისაჯოთ, აი საყდრისი რომ დაგვინგრიეს და საყდრისი რომ ხელიდან გამოგვაცალეს ეს საქართველოს ცივილიზაციის ერთ-ერთი უნიკალური კერა და ბურჯი, აი ესეც უდიდესი დანაშაულია ჩვენი ერისა და ქვეყნისა. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ ვერ ვიბრძოლეთ, გასაგები ახლა მავანი იტყვი ჩვენ რა შეგვეძლო, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია, როდესაც 500,000 კაცი, ხო აი საქართველოში
ერთად შევიკრიბებით, ხო, 9 მილიონი კაცი. სადღაც წავალთ და იქიდან ფეხს არ მოვიწურეთ, ხო? ისე ჟღერს, ხო, რთულად, აი როგორ უნდა შევიკრიბოთ, მაგრამ რატომ ვერ უნდა შევიკრიბოთ 9 მილიონი კაცი, როდესაც ჩვენს ცივილიზაციას ანადგურებენ. და მეტიც კიდე. გასაგებია, დაცლილი ვარ და გათოკაცებული ვარ, მაგრამ რუსთაველზე კი არ უნდა სეირნობდეს საღამოს საათებში, როდესაც მნიშვნელოვანი დაუშვათ აქცია ტარდება, ან ვაკის პარკში კი არ უნდა სეირნობდე, ან Facebook-თან კი არ უნდა იყოს სახში და გულებს კი არ უნდა წერდე, აქციის ლაივზე კი არ უნდა წერდე, მიდით ბიჭებო, გაიხარეთ თქვენ გვერდში ვარ და ასე შემდეგ. ეხა არსებობს რაღაცაც ისეთი პირობა, გარემო პირობები, როდესაც ფიზიკურად შეუძლებელია თანადგომა. ეს სხვა საკითხია, მაგრამ ეს ვირტუალური პროტესტი და ეს გულგრილი დამოკიდებულებაა პრობლემა ჩვენი ერისა და თქვენ რო ბრძანებთ, დაგვიძახეთ და შემოგვიერთდით, სწორედ ეს პათოსია საჭირო და ჩვენ ეხლაც გიძახით რომ მოდით და შემოგვიერთდით. ჩვენ ყოველდღიურ ბრძოლაში ვარ ჩართული. მოდით და თანამებრძოლები გახდით ამ პროცესისა და პროტესტისა, ამ საქმიანობისა, ამ ბრძოლისა. გვერდში დაგიდგებით თქვენ კი არ დაგვიდგეთ გვერდში. თქვენი ბრძოლით და ჩვენ დაგიდგებით. ჩვენ ვიქნებით რიგითი ჯარისკაცები, თქვენ იყავით გენერლები, თუ გაქვთ ფუნქცია და უნარი იმისა რომ იყოთ გენერლები. არავის არაფერზე აქ ამბიცია არ გვაქვს. საერთოდ არავით არის ამბიცია. ჩვენ გვაქვს იმისი ნება და სურვილი რომ საქართველოს და ქართული იდეა განხორციელდეს და აღსრულდეს. და ამაში ყველანი უნდა გავერთიანდეთ, ყველანი თანამებრძოლები უნდა გავხდეთ. არც თანამდებობა მაინტერესებს მე პირადად, არც ის პრემია დანამატები, რაზეც ოცნებობენ და რისთვისაც მოდიან ეს ჩინოვნიკები და საერთოდ არ მაქვს ასეთი სურვილები და ინტერესები, რომ რაღაცა პირადი გამორჩენა ვიპოვო, თუნდაც კარიერულ თვალსაზრისით პოლიტიკაში. სრულებით არა ვარ მე ამ საქმიანობით დაინტერესებული ამ კუთხით და ამ ჭრილში. მე იდეისთვის და იდეის მსახურებისთვის მოგიწოდებთ თქვენ, რომ ამ იდეის ირგვლივ დღესვე გავხდეთ თანამებრძოლები და არა აბსტრაქტულ მომავალში, როდის დაგვიძახებთ, რომ ერთმანეთს დაუდგეთ. აი ეხლა გიძახით, რომ მოდით და ერთად დავდგეთ და ერთმანეთს გვერდში დაუდგეთ ამ ბრძოლაში და ამ საქმიანობაში. ეს არის დღეს ეგზისტენციალურად აუცილებელი იმისთვის, რომ ჩვენ ეს შევძლოთ და განვახორციელოთ. ესია. შემოუშვათ ზარი თუ შეიძლება. ისვენ. მოგესალმებით. გამარჯობა. მშვიდობა გქონდეთ. პირველ რიგში მიულოთ სასულიერად საქართველოს უდიდესი და უმეტესი პატრიარქის შიომესალის არჩევას და ძალიან ამაღლებული განწყობა იყო ასეთი ცხოვრებაში და ზოგადად საქართველოში, იმიტომ რომ პირველად მეორე საერთოდ საპატრიარქო ტახტის აღბრევებას 25 წლიანი ვარ და უდიდესი ჯენერალის დასახელებას ავსტრალია და როგორც ყველაფერმა ჩაიარა ისე როგორც ერთუნდა პირველ რიგში და როგორც ქართველებს მინდოდა და რამაირი ის ნაპირობა არ გამოჩენდა როგორც ვიღაცებს ჰქონდათ ეხა რაღაც მოლოდინები, სქიზმები და ასე შემდეგ და ყველას დიდი მადლობა რაც მინდა სიმოს და განსაკუთრებით მეუფეიებს და მეუფე კრიკეტს უდიდესი მადლობა ყველასთვის და იგივე კურსების ცერემონიალის დაგეგმვაში შეღებდნენ მონაწილეობას როგორც გავიგე რა რა თქმა უნდა. დიახ, მადლობა უფალს, რომ სულ კიდევ დამატება გისმენთ. კი ბატონო, და მინდოდა ეს კითხვა დავესმა, ახლა ცოტა პრობლემებზე გადასვლა ძალიან არასასიამოვნოა მთელი მაგრამ ვერ გავექცევით ხო ცხოვრება ესეთი ამბავი ხდება, გესოდინებათ სავარაუდოდ. ორთაჭარაში არის ოჯახი, გორგასლის გამზირზე აზერბაიჯანის საელჩოს გვერდით. დიახ. რომელიც აზერბაიჯანის საელჩო თქვა, რომ არ მაინტერესებს ესენი გაასახლოთ. დიახ. ახლა უტრირებულად ვამბობ, ხდებით რა, მაგრამ შინაარსი არ იცლება. გაასახლებენ რა. აი აზერბაიჯანმა, სელჩუკებმა მე არც ერთი პარტიის წარმომადგენელი არა ვარ და რაღაც კორექტულობის დაცვას ურავით უმომთხოს აპტოს ალიანსზე და ასეთ პარტიასზე არა ისახება მე ასვიცი რა. ისინმა შეება სელჩუკებმა ხელი დაუდესო აი ეს საქართველოს მოქალაქეები ძირძველი თბილისური ეზოდან გაასახლეთ, იმიტომ რომ ჰეიდარ ალიევის კულტურის ცენტრი უნდა გავხსნათ რა. ეს ის ასახლება. და ჩვენ აი აგავაკეთეთ რა, ქართველებმა, თბილისელებმა, საქართველოს მოქალაქეებმა, თუნდაც არაქართველებმა ამისაობა აქვს. აი აგავაკეთეთ, აი გეკითხებით, როგორც ჩვენ თანამოაზრეებს, სულიერებს და ქართველებს რა, გეკითხებით, აი როგორ მოვიქცეთ, აგავაკეთეთ, გავასახლებინოთ მამა პაპეული ეზო და სელჩუკებს და სელჩუკების ნასლია სელჩუკების და მუსულმანების და რა. დიახ, გისმენთ.
ხაიჩა. მადლობა ზარისათვის და აი თქვენი აზრის გაზიარებისათვის. ჩვენ ამ თემაზე რა თქმა უნდა გქონდა ეს ტკივილიანი საუბარი ამ ეთერში და არაერთხელ. იცით იმ კითხვას თუ რა გავაკეთოთ, ეს ძალიან ესეთი რიტორული კითხვაა. კონკრეტიკაში რომ დავიყვანოთ, ამ კონკრეტიკაზე არაერთგზის გვისაუბრია და დაგვეთანხმებით, რადგან თანამოაზრეები ვართ, აგერ წეხან გეგაც საუბრობდა, რომ ერთიანი მუშტის ერთსულოვნების საერთოდ გარეშე, ჭეშმარიტი ერთსულოვნების გარეშე არ დაიდება არანაირი შედეგი. ჩვენ იქ იმ ეზოში, სადაც მართლა ისტორიულად ეს მიწაწყალი რომ აი იმ ოჯახს, სადაც დაფუძნებულია, სადაც თავიანთი კარმი დამოაქვთ, მცირე აქვთ თუ რამხელა აქვთ, რა მნიშვნელობა აქვს, არა და იქ რომელ სიდიდეზეა საუბარი, მაგრამ იქ მხოლოდ ერთ ოჯახს არ უპირებენ, მინდა გითხრათ. იქ უნდა აყარონ ყველა რაც აქვთ გეგმაში და გეთანხმებით ალიევის სახელობის, გეიდარ ალიევის სახელობის კულტურის ცენტრის გახსნას აპირებენ. ჩვენ ყოველი ღონე უნდა ვიხმაროთ. არა მხოლოდ ეთერიდან და ასე ვთქვათ მხილებით და პროტესტით ესე ვერბალურ ნაწილში, არა. აი კონკრეტი სანამ არ ვისწავლით და სწრაფად არ ვისწავლით და არ რეალიზდებით იმ კუთხით, რომ ჩვენ მთლიანობაში საერთო პრობლემების გამო კი არა, კონკრეტულად გვიჭირს გარეთში დადგეს ერი. გვიჭირს აქ სადაც ბრძანეთ, იქ დადგეს ერი. აი ესე კონკრეტიკაში იბრძოდა ჩვენი წინაპარი. ისე კი არა მთლიანად, რომ აი თურქეთიც ჩვენი მტერია, სპარსეთიც, ასე ვთქვათ, აქეთ ყარაჯაულ, თარაქამული ტომები თუ ბელურჯები თუ ასე შემდეგ და მოდი ერთიანად არა ბატონებო, რომელ კუთხედ კუნჭულსაც აწიოკებდნენ, იქ იდგა ქართული სპა. მისი წინვალებით ხომ ირონცხებულ მეფესთან ერთად და მეფეც იბრძოდა ხომ ხშირ შემთხვევაში თავდადებული წმინდანი მეფეები გყავს ჩვენ. ასე რომ ამას სანამ სწრაფად არ ვისწავლით, არ რეალიზდებით, რომ სადაც გაგვიჭირდება იქ მონოლითურად ერი და ბერი შეიკრას, ხო იქ რა თქმა უნდა შედეგი არ იქნება საქვეყნო და არც საღმრთო. რომელ კულტურის ცენტრია საუბარი, კაცო, აი სასაცილოა, ალიევს არაკლია, არც ქუჩები და არც ძეგლები. ქალაქებში ბატონო, არაკლია, ხო, რუსთავი ხო, საერთოდ. საქართველოში განსაკუთრებით გაფეტიშებულია ზოგადად. გაფეტიშებულია ალიევი და მისი ოჯახური კლანი. როგორ არ იქნება ახლა სოკარე ამათი კვებავია და საერთოდ რეალურად მართლა გარეჯი გაიცვალა ამათ ბენზინზე. ეს არის მხოლოდ რენეგატული პროექტი ორივე რეჟიმისა, რომ ამათმა ერთად გაყიდეს, მართებულად ბრძანათ ეხლა. ზარია ეთერში მოგზანდით. დიახ, გისმენთ. გაიჩა ხო. ხო, მოგრად ეხლა რა თქმა უნდა, ცხადია თქვენ მართალაც ბრძანებთ აბსოლუტურად ვესახმები მე იმ პათოსს, რომ უნდა რაღაცა გავაკეთოთ და ზუსტად მთელი გადაცემა ამაზე ვლაპარაკობ, რომ გასაკეთებელი გვაქვს და არა მხოლოდ სასაუბრო და ესე იგი საწერი ამ სოციალურ ქსელებში უკვე ძალიან მომაბეზრებელი გახდა ეს ვირტუალური პროტესტის ეს ფორმა, რაც საქართველოში დამკვიდრდა, რომ ესე იგი ანთებული კომენტარებში, ანთებული საზოგადოება ესე იგი გადადგავს მთებს და საქმეზე რომ გამომიდგება 700 კაცი თუ დადგა აქციაზე, ეს უკვე ძალიან კარგია და ესე ხდება ძალიან ხშირ შემთხვევაში. თუ რა თქმა უნდა, ესე იგი ძალიან დიდი ფული ხა ნიკა გვარამია და ეს ზურაგირჩი და ეს რაღაცა ესეთი ხალხი რო რაღაც ფულებს ხარჯავს იქ და ასე შემდეგ, ჩვენ მატერიალური რესურსები არ გვაქვს, ნამდვილად არ გვაქვს და არა ესე რა თანხები იხარჯება, სად არის ამათი ფარა? კი ბატონო და ჩვენ მხოლოდ რაც აქ გვაქვს ეს იდეა. ჩვენ იდეის გარდა დღეს არაფერი არ გვაქვს. ყველანაირი სისტემის წენეხის ქვეშ ვიმყოფებით, როგორც ეს ერთეული პოლიტიკური ძალა და ერთობა. და აქედან გამომდინარე, ჩვენი რესურსი ეს არის პირველ რიგში, რისიც ჩვენ გვწამს ეს ზეციური მხარდაჭერაა და გვჯერა და ვსასვევთ უბალს. რამე
რამე თუ მიზანი ჩვენი ზეციურია, მაგრამ ამავდროულად სინერგიულად ჩვენგან თუ იყოს ზესასთან კავშირი, საჭიროა ჩვენი ერთსულოვნება, ჩვენი თანადგომა და ამისკენ არის ჩვენი მოწოდება. არა აბსტრაქტული მომავალში ვიმეორებ, რომ ოდესღაც ჩვენ დაგიძახებთ და გავერთიანდეთ და ასე შემდეგ. მე არ მიყვარს ესეთი ლოზუნგებით ლაპარაკი. დღეს აი ამ მომენტიდან, დღესვე ამ მომენტიდან მინდა რომ ჩვენ ერთად ვიბრძოლოთ და ამას მოგიწოდებთ. შემოგვიერთდით რომ ვიბრძოლოთ და თუ თქვენი თანადგომა გვექნება, ჩვენ ძალიან ბევრი რაღაცის გაკეთებას შევძლებთ. მაგრამ ცოცხალი და ქმედითი მობრძანდით ჩვენთან და ერთად გავაკეთოთ. სხვანაირად ფიზიკურად რამდენიც არ უნდა გველაპარაკოთ რომ გააკეთეთ, ვერაფერს ვერ გავაკეთებთ თქვენი ცოცხალი თანადგომისა და ხარდაჭერის გარეშე. უბრალოდ შეუძლებელი ბატონო, ზარი შემოუშვათ. მე ლაპარაკი მიყვარს. დიახ. საერთოდ ბატონო გეგა იცოცხლე. აი მოხდაუმარგო მომენტში შემოვეწერი ხორებაში. იცოცხლე. ძალიან დიდ საქმეს აკეთებ თემო კარგებო. ჩვენ ეკლესიის ტიაში კალოზე გამოძილი ხალხი ხათა გესმით ეს როგორ თულია ეს ფიზიკურად. აი თქვენაერი ხალხი კეთება საქართველოს. ეს 60 კილომეტრის სტაცია თქვენთან ოფისში მოვალ ვიცი. დაგიდგებით როგორ შეგვიძლია გვერდზე. მე თქვენთან ხიოტრეხა. აი მოხდაუმარგო რომელიც თქვენი ტელევიზიაზე გამოძლის შემოგარ ზოგიერთი მიძინებული ქართველი ტვიში შევიდეთ რა ხდება ტვიში შემოგარ თქვენი ლაპარაკი თქვენი მოძღვრებით რომ შეცოტა გამოვიღვიძო ძალიან ბევრს ძინავისე და თვითონ შილოკავენ და ვიღაცას ემოდებიან რომ ვიღაცა უნდა გავაკეთოს თვითონმა ჩვენ უნდა გავაკეთოს მაგრამ ჩვენ უნდა გავაკეთოს პარტია ნაციონალიზმი ამან ბატონობა ჩამოაყალიბე ჩვენ მომავალი აღარობა მე უნდა ვიბრძოლე მე რაშვილი ფილიპად პრემიერზე დავდგები და ვიბრძოლე სპიტვით საქმით ნახე შემეძლება ასოციაციები მაგდატელი სამი მოთხრობა ჩამოვიტან ოფისი მოვა და პირადად გაგიცნო მე პირადად გამჭირე რომ ქვეყანა მიწოწლოს მე ახალაბაის ხარაფერი არ გიდა ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა დიდხანს შეგმატოთ მრავალი წელი და ჯანმრთელობა და დღეგრძელობა მოგანიჭოთ უფალმა გაიხარეთ და უღრმესი მადლობა მადლობა დიდი რა თქმა უნდა ასეთი შინაარსის ზარები გამოთქმული მოსაზრება არათუ ნიჰილიზმში მყოფებს არა უბრალოდ გაცილებით მეტად გამხნევებს მეტად შემართულს რომ ხმად მღაღადებლისა და არ აღმოჩნდეს საერთოდ და ქცევად შესაბამისი რაღაც ნაწვიმარსილაში ვარდივით არ აღმოჩნდეს ჩვენს მიერ თუ ყველა ეროვნული ცნობიერებისა და მოქმედების ადამიანის მიერ გაღებული ასე რომ ეს აუცილებელია და დარწმუნებულიც ვართ იმაში, რომ ეს პიროვნებაც და რა თქმა უნდა მსგავსნი ამ ეროვნული სულის გამოხატულებითა და ქმედებით არაერთია ჩვენს ქვეყანაში შემოგეგა და ეს არამხოლოდ გვამხნევებს გაასკეცებით ბრძოლისკენ მართლაც მოგვიწოდებს და ეს ასეც იქნება. ჩვენ მცირე დრო დაგვრჩა, როგორც გვატყობინებენ ეთერში იცით სასაუბრო თემატიკა საკმაოდ ვრცელია ჩვენ სხვადასხვა დღეები გვაქვს კვირაში კარგად იცით აქ მრავალი ადამიანი მყოფობს სტუდიაში ყველა თემას მიმოვიხილავთ და ეს მხოლოდ მიმოხილვითი კურსი და ექსკურსი არ არის ბატონებო რომელ თემაზეც რაიმე თქმულა და ბევრი რამ თქმულა თითოეული ჩვენთაგანისაგან აქ მყოფთაგან იმ თემის ასე ვთქვათ წამოსაწევად მოსაგვარებლად უკეთესობისათვის საქმეც არაერთი ჩადენილა მაგრამ ეხლა რადგან გუშინ ჩავიდინეთ რადგან გუშინ ვიყავით იმ პოზიციაში და დღეს მხოლოდ საუბრობთ ესე არ მიიღოს არავინ ბატონებო არა მხოლოდ საუბრობთ არამედ ეს საუბარი წინს მწრებია რა თქმა უნდა აი იმ დიდი ქმედებისა რომლის ერთად ჩადენის იმედიც მე გეგას და თვითეულ მართლა ქართველს ღმერთმა არ მოგვიშალოს. დიდი მადლობა ჩემო გეგა, ჩემო მეგობრებო, შემოქმედს უფალს ყველაფრისათვის. მოვიკითხავ ჩვენს პატიმრებს, ჩვენს სნეულებს უფალმა უშველოთ მათ, ჩვენს ემიგრაციას. დიდი მადლობა ჩვენს საეთერო პროფესიონალებს, ვინც ტექნიკურ ჯგუფს, ვინც უზრუნველყვეს ყოველივე. დიდი მადლობა თქვენ
და არ დაიღალო ქართველო ნამდვილად არ განლეულა და დამთავრებულა ძლევა ის საკვირველი. ამინ, ამინ. ის კვლავ აღესრულება. ესენი ეტლებითა და ესენი ჰუნებითა, ხოლო ჩვენ სახელითა და ძალითა ღვთისა ჩვენისაითა ვხადოდით, ისინი შებრკოლდეს და დაეცნეს, ხოლო ჩვენ აღზრდები და აღვიმართებით. ამინ. მშვიდობა გქონდეთ და დავით მეფსალმონი. ისოს ღვთო. ნახვამდის.